გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო გაფიანიძე გაგაცნობთ. თბილისში ისევ გადაუდებლად თავს დედაქალაქსა და მის შემოგარენში მუნიციპალიტეტის სამსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია სპეცტექნიკა, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორე ხარისხოვანი ქუჩები. სამუშაოებში ჩართულია თბილსერვის ჯგუფის 200-ზე მეტი თანამშრომელი. დედაქალაქის 10-ვე რაიონში გზებზე არსებულ მდგომარეობას მონიტორინგს გამგეობის წარმომადგენლები უწევენ. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრა თოვს ჩვენ გუშინ წინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული. ცენტრალური ქუჩები, გზები დღეს მთლიანად გაწმენდილია, გასუფთავებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემოდ გადაადგილდება. შემოერთებულ ტერიტორიებზე გვაქვს ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის შიდა ქუჩები, რომელსაც გაწმენდით სამუშაოებს ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ, თუმცა მთავარი პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების და გამზირების მოწესრიგება. ჩვენ გავაგრძელებთ სამუშაოების წარმოებას, მინდა მადლობა გადაუხადოთ თბილსერვისის თითოეულ თანამშრომელს, გამგეობებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-თან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, კომუნიკაცია. ნებისმიერ ზარზე ხდება მყისიერი რეაგირება ჩვენი მხრიდან. დღეს მთელი დღე თოვლია გამოცხადებული, ღამის განმავლობაშიც ვაგრძელებთ მორიგეობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზები იყოს გაწმენდილი და იყოს მოწესრიგებული. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქის მასშტაბით თოვა. აღნიშნული ნალექის დაწყებისთანავე მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გადასული ვართ 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე. ასევე აქტიურად მუშაობს მერიის ცხელი ხაზი, აქტიურად ვიღებთ შეტყობინებებს მოსახლეობისგან და მუდმივ რეჟიმში შეძლების დაგვარეთ პრიორიტეტების მიხედვით ვცდილობთ, რომ არც ერთი ზარი რეაგირების გარეშე არ დაგვრჩეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი დედაქალაქის მასშტაბით გაწმენდილი არის და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი. ასევე ინტენსიურად იწმინდება შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები, ვინაიდან როგორც იცით, უფრო განსაკუთრებით უხვი ნალექი არის მოსული. ასევე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი. როგორც გითხარით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობთ მერიის ყველა სამსახური, დაახლოებით 110 ერთეული ტექნიკა არის დედაქალაქის მასშტაბით მობილიზებული და იმ პერიოდამდე, სანამ აღნიშნული სახის პრობლემები იქნება ქალაქში, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიქნებით. ქვემო ქართლის რეგიონში უკვე 2 დღეა ინტენსიური თოვა, რამაც მუნიციპალიტეტებში გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით გარკვეული სირთულეები შექმნა. შექმნილ ვითარებაზე დროული რეაგირების მიზნით ადგილზე ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც. ძიერმა თოვლმა რიგ მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, რის გამოც შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რეგიონში მუშაობს 40 ერთეული სპეცტექნიკა. ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის საშუალებით გზების თოვლისაგან გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, მაგრამ შესაბამისი სამსახურები, ენერგოპროს შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან და ეტაპობრივად მიმდინარეობს და ეტაპობრივად განხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა დასახლებელ პუნქტში. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. ლიბყინულის ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური ფოსტაკობის მონაკვეთზე. თოვლია პერევალზე და საშიშია რა, სატვირთო მანქანებით გადასვლა ეხლა. მოცურების საშიში არის. ერთი მანქანაც რო დაბუქსავდეს, სადმე შეიძლება უკან მეორე გადაყვეს. ამიტომ ველოდებით რა გადასვლას. დღეს თოვა ალბათ დამთავრდა და ხვალიდან უკვე გზა გაიწმინდა. პრინციპში გაწმენდილია, მაგრამ ჩვენთვის არის საშიში, სატვირთო მანქანებისთვის და ხვალიდან ალბათ დაიწყება მოძრაობა, მე მგონი ესე იქნება. პირდებიან გახსნიან ალბათ. მაღლა თოვლიო და ეგ არის ჩემი ინფორმაცია. თოვლი არისო და წმენდავენ, მუშაობენო და გაგიშვებთო.
მაგისტრალებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყება განმარტავს, რომ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე რაჭის და ფარცხისი თეთრი წყაროს საავტომობილო გზებზე. ასევე ჯვარი უშგულის მონაკვეთზე. ზვავ საშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარფუგის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია კურორტი გოდერძი უწყისუბნის მონაკვეთზე, კორშა შატილის მონაკვეთსა და უშგული ლაზდილის მონაკვეთზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია შესაბამისი თოლწმენდი ტექნიკა და გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალი აქვს, რჩება კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა, ასევე ძლიერი თოვისა და ლიბყინულის გამო რჩება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე მაღალმთიან რეგიონებში შეზღუდვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფრთხილებს მოსახლეობას დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრავონ ზამთრის საბურავებით. ინტენსიური თოვის გამო ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე მესამე დღეა შეზღუდვები მოქმედებს. გზის სამონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. უამიდობის გამო რეგიონში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. თითოეულობა გახდა მიზეზი, რის გამოც კახეთის მასშტაბით აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმით მუშაობენ. უამინდობას რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა რეგიონისთვის არ შეუქმნია. მობილიზებული იყვნენ 24 საათის განმავლობაში მუნიციპალური სერვისები, იწმინდება გზები, იშლება ტექნიკური მარილი. შეზღუდვა რჩება ისევ და ისევ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც შეეხება ელექტროენერგიას, მცირე ლოკალური შეზღუდვები გვაქვს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და ენერგოპრო ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, რაც შეეხება ვაზიანი, გომბორი, თელავის საავტომობილო გზების ვერონა თელავის მონაკვეთს იქ ჯერჯერობით ისევ მაღალი გამავლობისთვის არის დაშვებული გადაადგილება და მუნიციპალური სერვისები მობილიზებულნი არიან იმისთვის, რომ მყისიერად უპასუხონ ყველა გამოწვევას შესაძლო წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. მეტეოროლოგების პროგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ნალექი კიდევ 24 საათი უნდა გაგრძელდეს. გაძლიერდება ყინვაც. ოთხშაბათს თბილისში -7 გრადუსიც უნდა დაფიქსირდეს. საქართველოში უნალექო ამინდი 23 იანვრიდან ამოსალოდნელი. დღეს 19 იანვარს და ხვალ 20 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოში კი დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრის დღის განმავლობაში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი. 22-ში ამ სიცივესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება, ხოლო უკვე 23-დან სინოპტიკური სიტუაცია მთლიანად საქართველოში იცვლება. დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია და აგრეთვე უნალექო ამინდი იქნება კახეთის რეგიონშიც. თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა დაკავებულ პირს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სადგური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანას ახდენდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარგ ურთიერთობაზე საუბრობს და ამ ფონზე შტატების და ევროპის უთანხმოებას უსვამს ხაზს. ხავიერ ლოპესის თქმით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც. კალასის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ თბილისშიც. ხედავენ, რომ არასწორი გზით მიაქანებს კაია კალასი და მისი ტიპის პოლიტიკოსები ამ გაერთიანებას, რომელიც იყო ორიენტირებული თანამშრომლობაზე, კეთილდღეობაზე, კანონის უზენაესობაზე, ტრადიციაზე და რასაკვირველია მის სწრაფება ჩვენი და ნებისმიერ სხვა ქვეყნის სწორედ აი ამ ნიშნებით იყო განპირობებული. კაია კალასის განცხადებები არის მანიშნებელი იმისა, თუ რამ ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი აი ამ შემხედვარე ამ პროცესებისა, რომელიც სოფლიოში
მიმდინარეობს და მე არ მგონია რომ მხოლოდ კაია კალასის დამსახურება ეს რომელსაც ერთადერთი გზა ამ შექმნილ ვითარებაში ალკოჰოლის მიღება ესახება. მარტო არ არის მთელი ყველა კომისარი პრაქტიკულად ან საუბრობენ ომის პარტიის მხარდასაჭერად და ომის დაფინანსების მხარდასაჭერად და ამ ძალა გამოცვლილ ევროპას ეკაჩებიან მიმართულებით, რომელიც მის გრევას გამოიწვევს, რასაკურველია ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც კაია კალასის წინააღმდეგ ადეკვატურია. ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება სოლიდარული პრინციპით და ცხადია, სადაც არის დემოკრატია, იქ ყველა პრობლემა დიალოგით, პოლიტიკური კომპრომისით გვარდება, თუმცა ამოცანა არის ყველა პოლიტიკოსი, რომელიც იბრძვის ევროპული უსაფრთხოებისთვის, პროპაგანდით გააშაონ. ეს არის მათი მიზანი, დემონიზაცია. რა თქმა უნდა, კაია კალასიც და ყველა ბიუროკრატიც ემსახურება ევროპის უსაფრთხოებას და საქართველოს არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი. უკვე ევრობიუროკრატიაში ვისაც არ ეზარება, ყველა ლანძღავს გვარს არ დავასახელებ ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო კომისარს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი გამოირჩევა შეურაცხყოფებით საქართველოსთან მიმართებაში მით უმეტეს და პირდაპირ მოიხსენიებიან უზდელი უხეში თანამდებობისთვის შეუფერებელი. გვარს არ დავასახელებ ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო კომისარი ევრობიუროკრატიაში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუროკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და საკუთარი კოლეგები ამხელენ. კორუფცია იქნება ეს, თანამდებობისთვის შეუფერებლობა იქნება ეს თუ ასე შემდეგ და ასე შემდგომ. ამასაც ხო ჩვენ არ დაგვაბრალებენ, რაც მე ახლა თქვი ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. ეს ეკუთვნის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპარლამენტარებს, მაღალი თანამდებობის პირებს ევროპარლამენტში. არ მგონია ევრობიუროკრატიას რამე ეშველოს, მაგრამ ევროპაში დარწმუნებული ვარ, რომ თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და იქ მცხოვრები ევროპული საზოგადოებები ნამდვილად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ეროვნული ხელისუფლებები აირჩიონ. ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა. წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. სამძიმრის წერილი გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ამ მძიმე დროს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს, წერს მაკა ბოჭორიშვილი. 39-მდე გაიზარდა ესპანეთში რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ქვეყნის სამხრეთით ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ლიანდაგიდან გადავიდა. დაშავებულია 100 ადამიანი. აქედან ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ცნობილია, რომ შეჯახება იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ორივე მატარებელში შემთხვევის დროს 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გრენლანდიის საკითხზე ესკალაცია გრძელდება. განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტრამპმა დაწერა, რომ ნატო უკვე 20 წელია ეუბნება დანიას, რომ მან გრენლანდიაში რუსული საფრთხე უნდა აღკვეთოს. ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ დანიამ ამისთვის ვერაფერი გააკეთა. ახლა ამის დრო დადგა და ეს გაკეთდება, წერს ტრამპი. ცნობილია კოპენჰაგენის პოზიციაც. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გრენლანდიის კრიზისის მოსაგვარებლად დანია შტატებთან დიპლომატიურ ურთიერთობას გააგრძელებს. ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დანიის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ნატოს 8 სახელმწიფო. ერთობლივ ტექსტში ნათქვამია, რომ შტატების მხრიდან ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო ეგრეთ წოდებული დაღმავალი სპირალის საფრთხეს უქმნის. გრენლანდიასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ქმედებების გამო ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის sapasukho ტარიფებს ამზადებს. ინფორმაციას გერმანული შპიგელი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიაში წერია, რომ ბრიუსელში საგანგებო სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების sapasukho ზომად განიხილავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე რიგი ამერიკული კომპანიებისთვის მუშაობის შეზღუდვას. საკითხს ეხმაურება როიტერიც.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას გააძლიერონ ძალისხმევა ტრამპის გადარწმუნების მიზნით და თავიდან აიცილონ გრენლანდიის საკითხის გამო ტარიფების დაწესება. ნებისმიერი გადაწყვეტილება გრენლანდიის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ეკუთვნის მხოლოდ გრენლანდიის ხალხსა და დანიის სამეფოს. ეს არის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. დანია არის გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო მოკავშირე, ნატოს საამაყო წევრი, რომელიც ბოლო ათწლეულებში ჩვენ მხარდამხარ იდგა, მათ შორის რეალური ადამიანური მსხვერპლის აფასურად. ალიანსები ნარჩუნდება, რადგან ისინი იგება პატივისცემაზე, პარტნიორობაზე და არა ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების დაწესება სრულიად არასწორია. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ შტატებისგან მიიღო წერილი, რომელშიც ტრამპი გამოხატავდა პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა ქვეყანამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ გადასცა. ნორვეგიის პრემიერის თქმით, ნობელის პრემიას არა ნორვეგიის მთავრობა, არამედ ნობელის კომიტეტი გასცემს, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ აღარ სჯეროდა მხოლოდ მშვიდობაზე ფიქრის აუცილებლობის. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა არ მოეცათ ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია 8-ზე მეტი ომის შეჩერებისთვის, არ ვგრძნობ ვალდებულებას ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე. ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის სწორი და კარგი შეერთებული შტატებისთვის. აღნიშნულია ტრამპის წერილში. პენტაგონმა მინესოტაში 1500 სამხედროს გადასროლის მომზადების ბრძანება გასცა. მზადყოფნის რეჟიმზე უკვე გადაიყვანეს ალასკას შტატში განლაგებული 2 ბატალიონი. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს. პარალელურად შტატების ქალაქებში საიმიგრაციო სამსახური ანტისაიმიგრაციო რეიდებს ატარებს. გრძელდება დემონსტრაციებიც. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 7 იანვარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. დემონსტრანტები საქმეზე გამოძიების ჩატარებას და საიმიგრაციო სამსახურის რეიდების შეჩერებას ითხოვენ. მიმდინარეობს შეტაკებებიც. ძალოვანები პროტესტის დასაშლელად პნევმატურ იარაღს, რეზინის ტყვიებს, ხელკეტებს და წიწაკის სპრეის იყენებენ. დღეს ნათლისღება. დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობას უკავშირდება და ის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, იკურთხება წყალი. 19 იანვარი უქმედღედ არის გამოცხადებული. მე მინდა მიულოს ეს განსაკუთრებული დღესასწაული ყველა მორწმუნე ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ ნათლისღება ეს არის სიბნელიდან სინათლეში გამოსვლის დღე და სინათლისა სიბნელეზე გამარჯვების დღე. ნათლობით როცა ადამიანი ინათლება, ხდება ადამიანის სულიერი განათლება. ანუ ღმერთის შესახებ უმეცრებიდან, სიბნელიდან ადამიანი სამღვთო შემეცნების სინათლეში მოდის. მოგეხსენებათ, ნათლისღების დღესასწაულზე ტრადიციულად უკვე საუკუნეები აღესრულება ეგრეთ წოდებული დიდი აიაზმანო წყალკურთხევა. მორწმუნე ადამიანებს ეს წყალი მიაქვს როგორც წესი სახლში და წლინანწლამდე წყალი ინახება. ნათლისღება ამჯერადაც გვიან ღამით აღნიშნეს ბათუმში. ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მორწმუნეები ზუსტად ღამის 12 საათზე რიტუალს უერთდებიან და ზღვაში შედიან. ცერემონიაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით მაშველები აკონტროლებდნენ, განბანის რიტუალი ცოდვების მიტევების სიმბოლოდ ითვლება. მიულოცავ სრულიად საქართველოს ყველას. ეს ბედნიერი დღე და ლოცვილი იყოს და ბედნიერების და სიკეთის მომტანი იყოს, სიმშვიდი, მშვიდობის. ნამდვილად რომ რაც ჭირდება და გვესაჭიროება დღეს მთელ საქართველოს და დაჟე მთელ მსოფლიოს. მერტმაკნას გამთლიანებული იყოს საქართველო. გილოცავ ნათლისღების დღესასწაულს, რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. ცოტა უფრო მეტი გამბედეობა მინდოდა, მაგრამ რა ვიცი, რაც გამომივიდა, ბედნიერი ვარ, ამით გილოცავთ ყველას ნათლისღებას. რა ვიცი, უფლის მეუხეობის და შემწეობის ქვეშ ყოფილიყავით. ნათლისღების დღეს ეს არის მრავალს ეს ტრადიცია, რომელიც ახლა აღესრულება არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის დაარსებული ჩვენს ქალაქში. ამიტომ ეს გარკვეული სახალხო დღესასწაულად იქცა ეს ტრადიცია და მე თუ მრავალს დაგოსწოს და ჯანმრთელობით და სიყვარულით.
კურიერი 6 ამით დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე.